გამოშვებას დღის სხვა მოვლენებით განვაგრძობთ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 წევრის ვინაობა ცნობილია. მოსამართლეთა კონფერენციამ არჩევანი 24 კანდიდატს შორის გააკეთა. პირველ ტურში ბარიერი მხოლოდ ზაზა მეიშვილმა გადალახა, რომელსაც მოსამართლეთა კონფერენციაზე 168 მოსამართლემ დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ საჭირო გახდა მეორე ტურის ჩატარება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური ადგილები დაიკავეს მოსამართლე ლევან მურუსიძემ, ილონა თოდუამ, პაატა სილაგაძემ, თამარ ალანიამ, შოთა გეწაძემ და მერაბ გაბინაშვილმა. სასამართლოს კოლეგიის და პალატის თავმჯდომარე მოსამართლეებისათვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 ადგილი განისაზღვრა, არჩეულთაგან 4-ს კი არ აქვს უფლებამოსილება ადმინისტრაციული თანამდებობები შეითავსონ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში რჩება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, რომელიც საბჭოს ხელმძღვანელია და კიდევ ერთი მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი. გვარამია ლევან ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ სასამართლო ხელისუფლება გადავიყვანოთ დამოუკიდებლობის უფრო მაღალ, ასე ვთქვათ, ეტაპზე და უფრო მაღალ დონეზე. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ნაბიჯის გადადგა, ის რაც უკავშირდება მოსამართლეების თანამდებობაზე უვადო გამწესებას. ოქტომბერ-ნოემბერში ამოქმედება ეს ნორმა, ამიტომ აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ საკანონმდებლო დაღმასებელ ხელისუფლებასთან ერთად ეს ნორმა ამოქმედდეს. მოუწმენად ველოდები იმ 6 წელს, რომელიც დაინიშნება პარლამენტიდან, მოგეხსენებათ, არის იუსტიციის საბჭოში შედის 9 მოსამართლე და 6 პარლამენტის მიერ დანიშნული წევრები და ჩვენ ერთობლივად მოგვიწევს ბევრი სამუშაოს ჩატარება. ამიტომ, როდესაც პარლამენტიდან დაინიშნება წევრები, ყველაფერს ვეცდებით, რომ ის პრობლემები მეთოდურად მოვაგვაროთ, რაც აქვს სასამართლოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველა წევრმა, რომელიც დღეს ამხელა ნდობის მანდატით აღჭურვა ჩვენ მოსამართლეთა კონფერენციამ იმისათვის, რომ საქართველოს მართლმსაჯულება იყოს ყველა იმ სტანდარტის შესაბამისი, როგორც ეს არის ევროპის წამყვან ქვეყნებში.